სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის გაუქმების ინიციატივის საკომიტეტო განხილვები მიმდინარეობს პარლამენტში. აღნიშნული ძალაში 1 იანვრიდან უნდა შევიდეს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ კონსტიტუციური დარღვევით ტერმინი სამხრეთ ოსეთი და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია ნაციონალურ მოძრაობის ხელისუფლებამ შემოიღო, რაც იყო ქვეყნის ღალატი. დაანონსებული ცვლილებები კითხვებს აჩენს ოპოზიციაში. თემის დეტალებით ახლა პირდაპირ ეთერში მანენა დევაძე შემოგვიერთდება. მანენა, გისმენთ. უახლოეს მომავალში ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული გაუქმდება. შესაბამის ცვლილებებს ქართული ოცნების ავტორობით მომზადებული ის საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს, რომელსაც რამდენიმე წუთში იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს. ცოტა ხნის წინ ამ საკითხზე დამატებითი განმარტებები პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ამ ტერიტორიაზე დროებითი ერთეულის შექმნით ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებამ 2007 წელს მოღალატეობრივი გადაწყვეტილება მიიღო, რამაც ქვეყანა ესკალაციამდე და 2008 წლის ომამდე მიიყვანა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, ქართული ოცნების მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივით მმართველი გუნდი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს იცავს. 2006 წელს მაშინდელი ხელისუფლება სააკაშვილის რეჟიმის ორგანიზებით, ხელშეწყობით ცხინვალის რეგიონში ჩატარდა ეგრეთ წოდებული ალტერნატიული სეპარატისტული არჩევნები, რაც თავისი არსით უკვე იყო არა მხოლოდ კონსტიტუციის დარღვევა, არამედ ეს იყო ღალატი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, იმის გათვალისწინებით მათ შორის, რაც შემდეგ მოყვა ამ ყველაფერს. 2006-ში ჩატარდა უკანონო ანტიკონსტიტუციური სეპარატისტული არჩევნები სააკაშვილის რეჟიმის ორგანიზებით და ხელშეწყობით. 2007-ში ამ არჩევნების საფუძველზე შეიქმნა ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე ადმინისტრაცია. 2007 წელსვე აღდგა 1990 წლის ადმინისტრაციული საზღვრები. ამით შექმნეს ყველანაირი წინაპირობა მათ შორის სამართლებრივი მხრივ, იმით რომ ადმინისტრაციულ საზღვრები აღადგინეს და მეორე შექმნეს ის ესკალაციური გარემო, რამაც მიგვიყვანა 2008 წლის ომამდე. ქართული ოცნების საკანონმდებლო ინიციატივას ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს. ნაციონალური მოძრაობა ამ გადაწყვეტილებას ქართული ოცნების ღალატის ქრონიკის დასასრულს უწოდებს და არ გამორიცხავს, რომ მმართველმა გუნდმა ეს ტერიტორია რუსეთს გადასცეს. ლელოში კი ფიქრობენ, რომ მმართველი გუნდი ნეიტრალიტეტის გამოცხადებისთვის და ამ ტერიტორიების აღიარებისთვის ემზადება. გახარიას გუნდში კი კითხვები აქვთ იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ იღებს ქართული ოცნება ახლა ამ გადაწყვეტილებას და ეს ინიციატივა რაიმე ფორმით ჩორჩანას საქმეს ხომ არ უკავშირდება. ოპოზიციის ბრალდებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევენ ქართულ ოცნებაში და აცხადებენ, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ და ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანას უღალატა, ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ და კონსტიტუციის წინააღმდეგ ნაბიჯები გადადგა და ამ საკითხის მოგვარება აუცილებელი იყო. მნიშვნელოვანია ხელისუფლებაში ყოფნის 13 წლის განმავლობაში რა გააკეთა თავად რუსულმა ოცნებამ და რუსულმა ოცნებამ გააკეთა ის, რომ მტერს უხდის ბოდიშს, საერთაშორისო ჟენევის მოლაპარაკების ფორმატს ლამობს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის, ჩვენი ტერიტორიული დანაწევრებისთვის და რეალურად ჩემი ანალიზით ემზადება უდიდესი ღალატისთვის, იმისთვის, რომ საბოლოოდ მტერს ჩააბაროს საქართველოს ოკუპირებული რეგიონები. ჩვენ ვაფასებთ კონკრეტულ რისკებს, ვჯელობთ ამ კონკრეტულ საკითხზე და რა თქმა უნდა მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას, მაგრამ ამ ეტაპზე ვფიქრობთ, რომ ამ კონკრეტულ ადმინისტრაციას შეუცვლით სახელს იმ ფორმით, რა სახელითაც არის მაგალითად დღეს წარმოდგენილი და მაგალითად დავარქმევდით სამაჩაბლოს, ვინაიდან დღეს დღევანდელ პოლიტიკურ მოცემულობაში ამას აქვს განსაკუთრებით სიმბოლური მნიშვნელობა, მაშინ, როდესაც
დე-ფაქტო ცხინვალის ხელისუფლებას პრეტენზიები აქვს თუნდაც ჩორჩანის ტერიტორიაზე. პირიქით მაპროვოცირებელი გახდა ეს და შეიძლება კიდევ მომავალშიც გახდეს, რასაც ქვია შენ თვითონ, როცა გარკვეულ სამართლებრივ სტატუსს ანიჭებ იმ ხელისუფლებას ადგილობრივს, სადაც შენ რეალურად ვერ აწარმოებ იურისდიქციას. ეს არის მოცემულობა. ანუ გარკვეულ არჩევნებს ატარებ იქ, სადაც შენი იურისდიქცია არ ვრცელდება. ამაზე აქვს საუბარი და შეიძლება გარკვეულ ტიპის პირიქითა რეაქცია კონდეს, ანუ კონტრპროდუქტიული იყოს საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ და ამიტომაც ხდება ასეთი ტიპის სტატუსის, ანუ ადმინისტრაციის გაუქმება. ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაციული ტერიტორიული ერთეულის გაუქმების საკითხის განხილვა საკომიტეტო ფორმატში დღეიდან იწყება. პარლამენტი საბოლოო გადაწყვეტილებას ამ საკითხზე წლის ბოლომდე მიიღებს. მადლობა მანანა დევაძე იყო პირდაპირ ეთერში.